მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს. ქართული ფეხბურთის შესახებ ჩვენი მომდევნო ვიდეო იქნება. თურქეთიდან ქალაქი ერზრუმსპორი გურამ გიორბელიძე მომდევნო სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს. გუნდი თურქეთის პირველ ლიგის გამარჯვებული გახდა და ჩვენ აქ ჩამოვით იმიტომ რომ გადავიღოთ კლუბის საჩემპიონო აღლუმი. აქ დიდი ამბები გველოდება, მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას გთხოვთ გამოიწვიოთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი გურამ გიორბელიძე GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. გელაპარაკები როგორც ჩემპიონს მადლობა და აი რა შეიცვალა ახლა ბაზაზე მივდივარ და რა დონეზე მოგეხსნათ ნახე მაშინ რაც მივხვდით რომ ბოლო ტურები სანრულო აღარ იქნებოდა ისეთი წნეხი იყო აი ბოლო თამაშები რომ ვითამაშეთ ძალიან დიდი წნეხი იყო რა იმიტომ რომ შანსი იყო რომ დაგვეკარგა ჩემპიონობა და სადღაც აი ბოლო მესამე თამაში იყო რა ბოლოს წინა თამაშები იყო უკვე რომ ჩემპიონები გავხდით, ისეთი წნეხი მოიხსნა, რომ ეხლა უკვე კარგად ხდება. ყველა დღე ხომარტივი გახდა. აი ეხლა მაგალითად ბაზაზე მივიდო, რა სიტუაცია დაგვხვდება იქ. ყოველი დღე, ანუ მანამდეც ესე იყო, რომ მივდიოდით ბაზაზე რა, ძალიან დიდი წნეხი იყო, მაგრამ ბაზაზე ვარჯიშის დროს არ იგრძნობოდა ეს რა, ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი და ამას ვერ შეამჩნევდი, მაგრამ ეხლა რომ მივალთ ბაზაზე, ხო? ეხლა უკვე აი თვითონ ნახავ. ხო, შენ თვითონ ნახავ, ყველა ისეთი ბედნიერია. ოჯახები ჩამოიყვანეს ბიჭებმა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ძალიან ცივა რა და ყველა ვერ ახერხებს რომ ოჯახით იცხოვროს არ. დღეს რომ მოვიღოს კაი ისაგო, კაი ესეთი კაი ამოდი მეორე არ არის. ალბათ ხო, ამ წელს ანუ პირველად არის ესეთი კარგი ამინდი რა. მოვედით. კი, მოვედით. აქ ვარჯიშობთ ხო ეს ახლა ახალი მინდორი გააკეთეს ეს პარი. როგორ უვიან ესეთი ცივებში? კარგად არის ხო? აი ახლა ამას გათბობა აქვს და მაგიტომ, თორე აქ ზამთარში შანსი არ გაქვს. ძალიან სიცივეა, -30 გრადუსი. ეს ხელოვნურია? აქ ხო, აქ აკადემიის ბავშვები ვარჯიშობენ, აქ მეორე მოედანი არის, აქ აღარ ვარჯიშობთ, ახლა ახალ მოედანზე გადმოვედით ჩვენ. ეს არის ჩვენი ბაზა, ვონთ ახლა აქეთ უკან კიდე ახალი ბაზა შენდება ამ წელს. დასრულდება ეგრეს. დღეს რა კაი ამინდია მართლა. შეძლებს გავხდი. ზუსტად 3 დღის უკან ქუდი ხელთათმანები და ესე ვარჯიშობთ რა. ეხლა ზაფხულია რა. ეხლა კაი ამინდია კი, აბა 2 დღის უკან ჩამოსულიყავი. ძალიან სიცივეა. რატო მოგესალმე? გამარჯობა. რატო ეს ჩემი თარჯიმანია? ლაპარაკოს. ძალიან ძვირი გიждები ესე ხო იცი? ეს ჩემსებსადა. Adashi Guriye, hoş geldin brother. Central defender next year Fenerbahçe or Galatasaray. Merhaba, hoş geldin. Hoş geldin Fatma. Sen iyi misin? Teşekkürler, sen nasılsın? İyiyim, teşekkür Hoş ederim. geldin. Tebrikler. Teşekkürler, eyvallah. Bravo. Hadi hadi. Haydi. Seni Vay kaşar. Hayırdır düğüne mi? How are you? Good, good, because this is for me. Haydi amanam change. No change. Ceza Soda. No. No soda. Valla. Güzel. Gurci soda. Whiskey yok. Whiskey yok. Çay. 99-83. Al getirdik abi. Getirin. Oh pardon. Es soda agresif bro. Tebrikler. Efendim. Gazeteli ya. Masakeli arar ya. Güzel. Forma suyuyor tamam. Ak forma suyuyor. Tamam, thank you. Forma. Give me. Forma. Forma. Konuş. Çorap. Konuş. Kramp nerede? Kramp Kadir'le. Kadir. Bura. Saks. Tamam. Socks or? Socks. Bura. Yeah. Sperma var. Abi dur. Canlı indirsin.
ეს ამოჭერია. გადი გარდაში ვიდას. გარდაში. ეს ჩვენი ექიმია. დოქტორ. Hello, how are you? Good. Thanks. Welcome. აქ არ უკვე გადაუყარეთ. ო, აქ დასარჩენი გაქვს ბაზაზე? შეიძლება. რა, აბა აქვს. თეკლა რო არ არის აქ. ცხოვრობ აქ ვრჩები სახში არ მიყვარს მარტო დარჩენა. ეხა კიდე გადავლაგდი აქედან არა. რადიოთან ახლოს ხარ და ეს ქართულად ჩაწერე მე ჩვენი ძმა. ო, ქართულზე ლაპარაკი. აი გაჩვენა. აი, ზა მომენატრა, ვა. გილოცა ჩემპიონობას. ო, მადლობა ძიზმის. საიდან იცი ქართული? დიდიკანის სკოლა საქართველოს 5 წელი. შეაგვარი. სილა? აი, გურ. ეს გიჟი. My brother. გიჟი? გიჟი. გური მეორე წელია თურქეთში ხარ. მაშინ როცა აქ წამოხვედი და ეს დავწერე და მაშინ როცა შარშან კონტრაქტი გაახანძულე კომენტარებში ვნახულობდი რომ ანუ ბევრს გვდა ნაკრების ფეხბურთელი რატო შეიძლება თურქეთის მეორე დივიზიონში ყოფილიყო თუ შეიძლება იყოს უკან რაღაც პასუხები ის მოსმენთ საინტერესო იქნებოდა შენგან რატო რაიგად მეც ახლა სიმართლე გითხრა არ ვიცოდი თავიდან რა როცა ერზურუმში გადმოვედი მეორე ლიგა არ ვიცოდი თურქეთის როგორი იყო ნუ სანამ აქ გადმოვიდოდი და სერბეთთან წამოვედი და სერბეთში კიდე დაახლოებით 4-5 თვე განაცხადშიც არ ვიყავი იმიტომ რომ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა გუნდში და ძალიან ისეთი პერიოდი გამოვიარე რა რო ჩამოვედი საქართველოში 2 თვე უკლუბოდ ვიყავი ველოდებოდი გუნდს ნუ არაფერი არ ჩანდა და მეც ნეგატიურად ვიყავი რა ანუ არ ვიცოდი თურქეთის ლიგა როგორი იყო ვისაც მეყავ ხოლმე ისწავლე მიდის და შენ ჰაერში რჩები ნუ ანუ როგორი იყო იცი მარტო მწვრთნელი არა სპორტული დირექტორი ანუ მთლიანი ცვლილებები მოხდა რა და მეც ანუ ესე ვთქვათ მაგ იმაში მოვყევი რა მწვრთნელის მიყვანილი ვიყავი ნუ ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს და ალბათ არ ვждებოდი მის ტაქტიკაში რა დაახლოებით 4-5 თვე გუნდთან ერთადაც არ ვარჯიშობდი, იმიტომ რომ უნდათ რომ გუნდი დამეტოვებინა, წელიწად ნახევარი მქონდა კონტრაქტი და ისეთი პერიოდი იყო, რომ ვერ წავიდოდი სხვა გუნდში, უდა დავრჩენილიყავი და ინდივიდუალურად მე ვარჯიშა. ნუ უკვე ვეღარ გავუძელი, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტრესი გამოვიარე სერბეთში და უკვე ბოლოს ვეღარ ძლევდი, უკვე მინდოდა რომ წავსულიყავი სახთან, ოჯახში ყოფილიყავი. და 2-3 თვე ანუ კლუბის გარეშე ვიყავი და ისე ველოდებოდი რომ რამე გამოჩენილი იყო ლაპარაკი რომ საქართველოს ერთ-ერთ გუნდში და წავსულიყავი მაგრამ ანუ ბოლო დღე იყო სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურებოდა თურქეთში როგორ გუნდზე ვსაუბრობ ერზურუმ სპორტზე არა საქართველოს ნუ იყო რა არ მინდა კონკრეტულად თქვა იყო ქუთაისის ტორპედო ანუ შეიძლება არის ხო და ნუ წამოვედი აქ რა და რა დახვდა აქ ჩამოხვედი, მოდიოდი თურქეთის მეორე ლიგა, სახელი ესე იცოდი, რა მოლოდინი ქონდა, რა დახვდა აქ ფეხბურთი როგორ არის? უმაღლეს ლიგაში რაც ხდება, ვიცით. თურქეთის უმაღლეს ლიგაში და აქ ჩათვალე უმაღლეს ლიგაში რაც ხდება, ხო, აი იმის ნახევარზე მეტი ხდება აქ რა, იმიტომ რომ ძალიან უყვართ, ძალიან იგზნობა რომ ჩამოვედი პირველივე დღიდან თან რო გაიგეს, რომ ნუ ქართველი მოვიდა ეს ერზურუმი არის ახლოს ძალიან საქართველოსთან დაახლოებით ბათუმიდან 3 საათი უნდა. აქ რო ჩამოხვიდე მანქანით. ანუ ჩვენაირი საქვთ რა ესმით რა, ანუ ქართველები უყვართ ძალიან და პირველივე დღიდან რო ჩამოვედი, აი ისეთი სიყვარული ვიგრძენი თუნდაც აი ქუჩაში, სტადიონზე, ხო, აი ამ სიყვარულით და ამ мотивაციით კარგი სეზონი მქონდა ესე ვიტყვი რა, წინა წელსაც და ამ წელს ხო, ვაფშე ამ წელს ჩემპიონები გავხდით. ბაზაზე ვიყავით დღეს ბევრი რაღაცები ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ძალიან ისეთ საჩემპიონო გადაღებები იყო და არ იყო ამის საშუალება. თუმცა ვნახეთ ფიტნეს დარბაზი, ვნახეთ ოთახები, სადაც ფეხბურთელი ვრჩებიან. ჩვენ ვსაუბრობთ თურქეთის თაიერ 3 გუნდზე რა, ეს ხო არ არის გალათასარაი, ფენერბაჩე, ტრაბზონი ან მსგავსი და სიურპრიზი იყო ეს, რომ ესეთ პირობები იქნებოდა აქ. კი, ნამდვილად. და ეს კლუბი, აი ყოველწლიურად ნახე კიდევაც ახალი საცხოვრებელი ჩნდება. ძალიან დიდი აკადემია აქვს და ანუ ეს გუნდი ყოველ წელს ვითარდება. ხა ის ისეთ თამაშებში თუ ყოფილ ხარ, რომ აი რო გასხვა ტრიბუნაზე დადიწნეხი ყოფილა.
აქ ნახე აქ რო ადრე მიწის რა მოხდა ჰატაიში მოხდა ანუ სტადიონი დაბლოკეს და არ არის ბოლომდე გახსნილი მარტო კარების უკან არის ტრიბუნები გახსნილი ნუ აი ესეთი წნეხი ანუ რო გითხრა ნუ საშუალო თამაშია შეიძლება გარეთ გასული თამაშებზე ამ სხვა გუნდთან გასული თამაშებზე კი ამეთ სპორტთან რო გავდივართ ამეთ სპორტი არის ძალიან დიდი ის არის რა ძალიან დიდი ესე ვთქვა ძალიან დიდი ომი გვაქვს ერთმანეთთან და ძალიან დიდი წნეხი არის დაახლოებით 40000 კაცი მოდის სტადიონზე და წინა წელსაც რო თამაშობდი ჩემ კრაიზე ეს გადმოვაგეს რაღაც საფეთქებო ხო და ეს დავხედე და თეკლა მე ნერვიულობდა სანამ არ დაურეკე თურქეთში გამოსულ როგორც ფეხბურთელი როგორ შეგცვალა ასაკი იმატებს გითქვამ რომ რაც დრო გადის უკეთეს ბევრ რაღაცას უკეთესად ვაკეთებო და აი უფრო ესე ვთქვათ გამოცდილება მივიღე ძალიან ბევრი თუნდაც დაცვაში თამაში თუნდაც შეტევაში და ალბათ ესე ვთქვათ ვიზრდები მეც ჩემ ასაკთან ერთად საფეხბურთო ის მეზრდება ცოდნა ინტელექტი კი რაღაც პირველი ძალიან ბევრი ფრე გქონდათ თამაშები პირველ წელში წინაზე ცოტა დაგაკდა აი რის ხარჯზე მოახერხეთ ის რომ აი ჩემპიონები გამხდარიყავით რო თქვა მე ისეთი ერთ ფეხბურთელი იყო ვინც გუნდი გადმოიყვანა მარტო არა და ანუ წინა წელს არა ამ წელს ჩემპიონობის წელს ანუ პირველ სეზონში დაახლოებით 8 ფრე ვითამაშით მაგრამ აი ყველა გუნდს ჯობნიდით მაგრამ საფეხბურთო იღბალი გვაკლდა ანუ აი რა მოიტანა იღბალი ძალიან რო დეკემბრის მერე რო შევიკრიბეთ არ ვიცი რა გავაკეთეთ რა მოვახერხეთ და 12 თამაში არ წაგვიგია 12-ვე თამაში მოვიგეთ მე-13 თამაში წავაგეთ ერთი თამაში წავაგეთ მარტო და სადღაც 18 თამაშიდან 17 თამაში მოვიგეთ და სახში არ წაგვიგია არც ერთი თამაში ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა რომ აი დღეს ხო ნახე რა სიყვარული იყო რომ შემოხვედი ყველა ერთმანეთს ეფერებოდა ამის დამსახურება ხა რო გითხრა რომ ყველა ძალიან კარგი ფეხბურთელია აი თავის პოზიციაზე ყველა მართლა პროფესიონალია მაგრამ აი ესე რო გითხრა რომ ვიღაც მესი ყავს ხო გუნდში და გამორჩეული არა აი მთლიანი გუნდის ანუ სამწვრთნელო შტაბის პრეზიდენტის ანუ აი ყველა ერთი ოჯახი არის შეკრული რა თუნდაც აი ფეხბურთელები არავინ არ არის ისეთი ნეგატიურად რომ მოსულიყო ვარჯიშზე და აი დღეს მე რაღაც ისე ვერ ვარ და რაღაც თუ ვიღაცას რაღაც პრობლემა ქონდა ყველა გვერდში ვედექით და ამის დამსახურება იყო რა რომ ეს შედეგი დავდეთ ჩვენ მეგობრებო, ახლა თქვენ უყურებთ გურამ გიორბელიძის ეპიზოდს თურქეთიდან და შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენია კომპანია აჭარაბეთი, რომელიც გვეხმარება, რომ გადავიღოთ საინტერესო კონტენტები და ვიდეოები თქვენთვის და მადლობას უხდით მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. Geçen seneki sistemimiz farklıydı. Bu sene de hücuma dönük bir sistemden oynadık. Geçen sene Guram da biliyor. Önceliğimiz defans yapmaktı, gol yememekti. Ama bu sene sistemimizde her maçı kazanmadığını oynuyorduk. Ve müthiş bir sezon geçirdik bütün takım arkadaşlarımızla birlikte. Ama bunun en büyük sebeplerinden bir tanesi çok güzel bir aile ortamı olmasının başında geliyor bu. Arkadaşlığımız çok iyiydi. Geçen yıldan bir de bu sene birbirimizi çok iyi tanımaya başladık. Aramızda da kaliteli arkadaşlarımız da katıldı diyebilirim. Ama en büyük sebeplerinden bir tanesi hem sistemin değişmesi hem de müthiş bir aile ortamı olması. Aslında Guram bize yabancı değil zaten. O da Türk sayılır kardeşim benim. Gürcistanlı bize enerjisiyle, atletik özelliğiyle, karakteriyle bize çok büyük katkılar sağladı. Onu zaten bir yabancı olarak değil, kardeşimiz olarak gördük. Ve işte ailevi ortamı demem sebeplerinden bir tanesi bu. Hem yabancılar hem Türk arkadaşlarla beraber çok güzel bir ortam oldu. Tabi bunların en başında Guram geliyor kardeşim. Bize çok emeği var. İnşallah Süper Lig'de daha çok bize emeği olacak. Onun enerjisine, o iyi insanlığına, yabancılarla ve Türklerin arasında kurduğu iletişimle ona çok ihtiyacımız var. İnşallah seneye daha güçlü, milli takıma giden, uluslararası oynayan bir Guram izleriz. დღეს არის საჩემპიონო აღნიშნვის დღე. ისე მე მგონი რომ გუშინ ჩვენ ძმას ისეთ თამაში ქონდა, აქედანაც ვიდეოთიც მივუგოცოთ.
ულოცავთ ჩვენს მას. ხალხს პარიში ვეგონე, თუმცა ვართ ერზრუმში. თურქეთი ჩვენზე ლაპარაკობდა კი, აუ გუშ თამაშს უყურეთ. ყველა ჩვენ ვუყურეთ და ისეთ დღეში ვიყავ მე ხელი დავიზიანე აღნიშნვისას. როგორც ყოველთვის. მოკლედ დღეს იქნება ჩვენმა ლამაზმა მაცადე მე ზლაპარაკი. ჩვენმა ლამაზმა ბიჭმა გვასახელა როგორც ყოველთვის და ვამაყობთ მისით მთელი საქართველო და სოფლიოც მინდა შეიძლება მადლობა რომ ხუჭა ამ თურქეთში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს რო იცოდე ჩემო ძმაო და ძალიან მიამაყები ამდენ ინფორმაცია წამოვიღე შენ გუნდელებს ორი მე რაც ვიცი მე ყველა თელი გუნდი თქოს ხო მართლა არ შეიძლება მე არ შეიძლება დღეს ჩვენს GoPro-ს ჩაიბარებს ბატონი კი ბატონო ჩავიბარე ნუ ნახოთ ერთი რა კონტენტ შემოგთავაზებს რა ვეცდები რომ კონკურენცია გაგიწევ კონკურენცია კი არა და ვეცდები რომ ხალხს მოეწონოს და მე კომენტარებში შეგვიფასეთ რა დონის კადრებს შემოგთავაზებს ბატონი გური კი ბატონო Ama kapıya gelir sana al. Ben oraya gideceğim. Haydi hoca Guram artık Türk bizim kardeşimiz. tamam Guram, how are you today? good how you feel good our physio our protein guy say something I'm not physio. okay it doesn't matter just say something I know this guy. yeah thank He's a you great guy. He you. always does what I want from him. So I really appreciate it. thank you Selim My big brother. how are you good Good bro. all good Evet arkadaşlar YouTube kanalımıza hoş geldiniz. Bugün şampiyonluk kutlaması var. Oğlum hep beraber tadını çıkaralım derken abi bir şey söyleyeyim mi? Abi yeter amına koyayım. Yeter ya. Ben o bir içinden geçti yayının ama olsun. Beyler biz hazırız. Hazır olun. Bugün Erzurum'u yakıyoruz. fire haydi მეგობრებო ბიჭები მოგესალმებიან რა სიტყვით დღევანდელი მე ქართულად ვილაპარაკებ ესენი თურქულად ჩვენი ბომბარდირი დოზლუ Kvaratskhelia. თურქე Yesterday 2 goal. Very good goal. ბრავო ჩვენი მარჯვენა მცველი Selamun aleyküm Guram. Seni çok seviyoruz. ლენაინე სევან ასისი ადამ ბუგუნ ჩემპიონ Erzurum yaşı güzel. Hadi gel Erzurum'a gel. Erzurum yaşı Pode sentar, pode sentar, pode sentar. E se tiver muito excitada, Pode dançar pelada, se tiver muito excitada. se
სასწაულად. გორჯა Gürcistan'da yuvasını bıraktı. Türkiye'nin gözbebeği Erzurum'a geldi ve bugün şampiyonluğu beraber kutluyoruz. Hoş geldin şampiyon diyoruz. Hoş geldin Duran Gürbeliz'e. Ჩვენი ძმა მაგარია Erzurumspor 2025 2026 TFF birincilik şampiyonu huzurlarınızda şampiyon Erzurumspor. Seninle alkışlayın. Şampiyon Erzurumspor'a, şampiyon Erzurumsporlara bu gurur yakışıyor. Adem Yurdagül Beyefendi, yine protokolde bulunan saygıdeğer büyüklerimizi de Başkanım sana da gerçekten yürekten çok teşekkür ediyoruz. Bu takım დამთავრდა დღევანდელი დღე, საკმაოდ ბევრი ემოცია იყო, დილიდან დაწყებული საღამო დამთავრებული და ბევრ გუნჯი გითამაშია და რა შეგიძლია დღევანდელ დღეს მიღებული ემოციები რომ შეადარო. მოკლედ ემოციებით დავიცალე, რასაც ქვია და ძალიან დავიღალე. ხო, შემიძლია შევადარო, კი, ალბათ დინამო დრეზდენის მერე ერზურუმსპორის ფანებს გამოვარჩევდი, იმიტომ რომ საოცარი ატმოსფერო იყო. ნუ ყველა თამაშზე იგრძნობოდა ეს, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ჩემპიონები რო გავხდით, ალბათ მთელი ქალაქი ერთად ზეიმობდა ამ ჩემპიონობას. უკვე თქვით რომ უნდა ვაწევ სუპერლიგაში ითამაშებ. სუპერლიგაში დაბრუნებულ გურამ გიორბელიძეს აქვს თუ არა იოცნებას იმაზე რომ დაბრუნდეს ეროვნულ ნაკრებშიც. კი, ჩემი ერთ-ერთი კი არა, ყველაზე დიდი მიზანი ეროვნულ ნაკრებში თამაში არის. როცა კარიერა დავიწყე, რა თქმა უნდა, ეს მიზანი მქონდა რომ ნაკრებში მეთამაშა, ეს ოცნება ავიხდინე და უფას მადლობა ყველაფრისთვის და ყოველი თამაში ის ოცნება მაქვს რომ დავბრუნდები ნაკრებში და ჩემს ქვეყანას ვასახილებ და გვერდში დავუდგები და დავეხმარები და ჩემ პატარა წვლილი შევიტანე. შენი პოზიცია საკმაოდ პრობლემატური პოზიციაა ნაკრებში, ვთქვათ, მარცხენა მცველი. ბევრ არა მარცხენა მცველს ხო მაგ პოზიციაზე ხშირად თამაშდა. ის წვრილი ყავს დღესაც ვინც თავის დროზე შანსი მოგცა ნაკრებში და საკმაოდ ბევრი თამაში გათამაშა და შემდეგ გურამ გიორბელიძის გვარს ვერც განაცხადში ხედავდით, ვერც შემადგენლობაში და ნუ ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტი იყო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემი ფორმაც თვლი, რომ ანუ იყო ბევრი ისეთი მომენტი, როცა იმ ფორმის პიკში არ ვიყავი, რომ ჩემთვის დაეძახებინა და შანსი მოეცა და ალბათ ამის გამო ჩემი გვარი არ ჟღერდებოდა ხშირად. მაგრამ მე მქონდა ვილისთან საუბარი, წინა წელს რო ვიყავი ნაკრებში გამოძახებული და ნუ ესეთი რაღაც მითხრა, რომ თუ უმაღლეს დონეზე ითამაშებ, მინდა რომ დაბრუნდე ნაკრებში და შენ პოზიციაზე გჭირდება გაძლიერება და გური როცა შენ ბოლოს ნაკრებში თამაშობდი, იმ ნაკრებთან შედარებით ალბათ ძალიან სხვა ნაკრებია დღეს.
და დარწმუნებულ კიდევ უფრო მეტად მაგიტოც გინდა რომ ახალ ნაკრებში ახალ გარემოში მოხვდე თან უფრო გამოცილი ფეხბურთელის სტატუსით მოხვდები და აი შენი სრულები რამდენად ხშირად გაქვს კონტაქტი თუნდაც ეროვნული ნაკრების თანაგუნდელებთან კონტაქტი საკმაოდ ხშირად გვაქვს ну ესე ყოველდღე ვერ დაურეკავთ იმიტომ რომ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს ოჯახი გვაქვს და ისეთი ხშირი დრო არა გვაქვს მაგრამ ანუ ყოველთვის კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან და ყოველთვის გვერდში ვდგავართ ყოველთვის ვკითხულობთ და სიმართლე გითხრა ერთ-ერთი ჩვენი ნაკრების წარმატება ეს იყო იმიტომ რომ ისეთი ატმოსფერო შეიკრა რომ აი ძალიან დავახლოვდით მე როცა ვიყავი ხა ბოლო წლები ბოლო 2 წელი არ ყოფილი ვარ ეხლა რა თქმა უნდა მაგრამ მაქვს ხშირი კონტაქტი ბიჭებთან და ვიცი რა გარემოც არის და ერთ-ერთი ჩვენი ალბათ წარმატების მიზანი ეს ატმოსფეროა რაც ნაკრებში არის ბიჭების ერთმანეთის მიმართ სიყვარული და დამოკიდებულება. საინტერესოა შენი მომავლის შესახებ შეგვიძლია გადაჭრით თქოთ რომ სუპერლიგაში ეროვნულ სპორტთან ერთად თამაშებ ახალგაზრდობაში თუ შეიძლება იყოს რამე სიახლეები იმიტომ რომ ამ წელს თითქმის ყველა თამაშია სულეთი თამაშე და საკითხი ისეთი გაქვს რომ შეიძლება იყოს რამე სიახლე არ ვიცი მე გეკითხები შეიძლება შენ გაეწყუტილო რომ რაც არ უნდა იყოს შემდგომ სეზონში ეროვნულ სპორტთან ერთად ითამაშებ და სიახლეებს ჯერ ესე ვერ ვიტყვი ვერაფერს მაგრამ ჩემი კონცენტრაცია ეროვნულ სპორტთან არის სუპერლიგაში ამ გუნდმა რა მოგცა ამ გუნდმა მომცა აი ძალიან დიდი სიყვარული რაც ბოლო წლებში მაკლდა ეს გარემო თუნდაც ქალაქიდან თვითონ ყოველდღიურობიდან გამომდინარე აი სტადიონზე მისულით ეს სიყვარული რაც საფეხბურთო გარემოს ქმნის ეს ყველაფერი ეროვნულმა მომცა და ბოლო კითხვა მეკრება ესეთი 2025-26 წლის სეზონის შეჯამება რა იყო ჩვენთვის თავარი მიღწევა რა იყო ისეთი იმედგაცრუება და რა იყო ის რის გაკეთებაც გინდოდა და წელს ვერ მოახერხე წელს ალბათ რაც გვინდოდა მიზანი რაც ქონდა ავიხთინეთ ის ოცნება ჩემპიონები რო გამختارიყავით მამაც გახდი მამა წინა წელს გავხდი ამ სეზონში გავხდი და ეს ყველაფერი ალბათ ბევრი რაღაც შეგიცვალა ცხოვრებაში ოჯახმა ძალიან ბევრი აი ალბათ 4-5 წელი ვთამაშობდი ევროპაში ოჯახი არ მყავდა იქ წაყვანილი ანუ არც მყავდა შეყვარებული და მეუღლე და ჩემი ერთ-ერთი წარმატების მიზანიც ეს არის ალბათ მინდა ვთქვა რომ ერზურუმში გადმოვედი პირველივე დღიდან თეკლა ჩემთან ერთად იყო ჩემი მეუღლე და აი ესე გვერდში მედგა აი ყოველი თამაში ყოველი ვარჯიში ალბათ ჩემი ოჯახის დამსახურება დღეს რო ჩვენ ჩემპიონები ვართ წარმატებები მადლობა და ერთი კითხვა ბოლო ის პროფესიული ინტერვიუს არ არის მაგრამ შენი აზრით ეხლა როცა ამ ვიდეოს ჯერ არ ვიცი ჯერ არც მე არ მინახავს რა გადაიღე და შენი გადაღებული კადრები გულშემატკივრს მოეწონება ჩემი აზრით არც მინახავს ჯერ რა გადაიღე სამჩქაროდი მინდოდა ბევრი რაღაც გადამეღო მაგრამ გპირდები თუ გულშემატკივარს ეს კადრები არ მოეწონებათ მე დავიხვეწები ამ ყველაფერში და ანუ სამომავლოდ კრიტიკულად ძალიან კრიტიკულად არ უნდა შეხედო მაინც ყველაფერს რო ჩქაროვდი კი და სამომავლოდ უფრო კარგ ვიდეოს შემოგთავაზებთ მადლობა გური თქვენი მადლობა წარმატებები ეს ასე მეგობრებო ჩვენი ეპიზოდი თურქეთიდან გურამ გიორბელიძესთან ერთად დასრულებულია იმედია ის სიამოვნეთ ეპიზოდით მიიღეთ ემოციები ამ კადრებიდან რომელსაც უყურეთ ვიდეოში ულოცავთ გურის კიდევ ერთხელ თურქეთის სუპერლიგაში გადასვლას და უსურვებთ რომ ის სრულიად აქვს მას ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით მალე აეხტინოს ამიტომ ჩემი აზრით მარცხენა მწვერვალის პოზიციაც იყო ერთ-ერთი პრობლემატურია ჩვენ ნაკრებში და უკვე ყავს ფეხბურთელი ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში ევროპის ასე რომ გველოდებით თქვენს კომენტარებს შევაფასოთ გური როგორც კონტენტ კრეატორი რამდენად კარგი კადრები გამოვიდა მადლობა და მომავალ შეხვედრამდე შემდეგი ეპიზოდი იქნება მიუნხენიდან